ალბათ იცით, რომ 30 მაისს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პარლამენტის შუალედური არჩევნებიც იმართება, რომელშიც ჩვენ ვიღებთ ასევე მონაწილეობას და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატები. 3 ოლქში იმართება არჩევნები ამჯერად, ჩუღურეთში, თბილისში. ჩვენი კანდიდატი იქნება პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ლევან როინიშვილი. ასევე არის არჩევნები ოზურგეთში, სადაც ჩვენი კანდიდატი იქნება პარტიის საბჭოს წევრი, მოძრაობის საბჭოს წევრი ილიკო კალანდაძე და ჩვენი კანდიდატი გურჯაანში იქნება ზაზა ნაცლიშვილი. საინტერესო საუბარი მქონდა გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ბატონ ზურაბ ხარატიშვილთან. ცხადია, პირველ რიგში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორი გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო საქართველოში და როგორ ყველაფერი კარგად არის. არაფერი არ არის სანერვიულო ამ არჩევნებში გაყალბების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მთავრობა თურმე ნაციონალური მოძრაობა 65%-ის მეტის მიღებას არ აპირებს. ეს ინფორმაცია მომაწოდა გუშინ ბატონმა ზურაბ ხარატიშვილმა და გავაფრთხილე, რომ მეთქი თქვენ წერთ რევოლუციურ სცენარს და ახლა ამჯერად მინდა გითხრათ ის, რაც მანამდე მაბრალებდნენ, მაგრამ არ მithქვამს ნამდვილად. ბიშკეკის სცენარს წერთ მეთქი თქვენ და ცილად იყავით.